ლაზური ნავის ერთადერთ ოსტატს მირიან ნუმანიშვილს ცოცხალის საუნჯის საპატიო სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ხაზს უსვამს ამ ტრადიციული ცოდნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ლაზური ფელუკა მთლიანად ხელით მზადდება ადგილობრივი მასალების, განსაკუთრებით კი წაბლის ხის გამოყენებით. მისი აწყობის პროცესი მოითხოვს დიდ ოსტატობას, სიზუსტესა და ტრადიციული მეთოდების სრულყოფილ ცოდნას, რაც საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა თაობიდან თაობას. მირიან ნუმანიშვილი დღეს წარმოადგენს ამ უძველეს ტრადიციის ერთადერთ გამგრძელებელ ოსტატს. ეს სტატუსი არ ითვალისწინებს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს, თუმცა არის აღიარება იმისა, რომ ეს ადამიანი ინახავს და გადმოსცემს ჩვენს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას და მომავალ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მომავალ თაობებს გაუზიაროს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც დაუნჯებულია მასში და რასაც იგი ფლობს წინაპართაგან მიღებული ცოდნის საფუძველზე. ეს ვისწავლე მე ჩემი წინაპრების გადმოცემიდან, რასაც ჩემ სოფელში მაცხოვრებელი მოხუცები, ახალგაზრდები აკეთებდნენ ადრე. ჩვენ ლაზები ვამბობთ, რომ ზღვა ჩვენი ყანა, ჩვენ ზღვაში ვხნავთ და ზღვაში ვთესავთ. ანუ სარჩო, საბადებელი ყველაფერი მოდიოდა ზღვიდან. აქ წლების საუკუნეების განმავლობაში უდიდესმა და უდიდრესმა კულტურულმა მემკვიდრეობამ მოიყარა თავი, რომელიც სხვა ოსნობას და მასთან დაკავშირებულ ელემენტებს ეხება და მათ შორის ერთ-ერთი არის ლაზური ფელუკას სამშენებლო ტრადიციები, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსი შემოინახა ტრადიციული ნამჩენებლობისა.